საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან ინვესტირების ყოფილი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს ეხმიანება და ამბობს, რომ ბიზნესმენის გატაცებასა და საქართველოში ჩამოყვანაში სპეცსამსახურებთან ერთად კომპანია Georgian Airways-იც მონაწილეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსია, რომ ბაჩიაშვილის საქართველოს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის შორი ახლოს, ეგრეთ წოდებულ მწვანე ზონაში დააკავეს არადამაჯერებელია. ორგანიზაციის განმარტებით, ადამიანი, რომელსაც ციხეში მოკლით ემუქრებოდნენ და რის გამოც იგი საზღვარგარეთ გაიქცა, საქართველოს საზღვართან ახლოს სასეირნოდ არ ჩამოვიდოდა. ბაჩიაშვილის თქმით, მისი გატაცებისა და საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციაში ავიაკომპანია Georgian Airways-იც მონაწილეობდა. ავიაკომპანია ამას ცხადი არ ადასტურებს. ავიაკომპანია Georgian Airways-ის შესაძლო მონაწილეობა უკანონო ოპერაციაში გაკვირვებას არ იწვევს ქართული ოცნების ხელისუფლებასთან და რუსეთთან მისი კავშირებიდან გამომდინარე. 2023 წლის ივლისში უკრაინის ხელისუფლებამ კომპანია Georgian Airways-ი და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა. ასევე დაასანქცირა თამაზ გაიაშვილის ძმა დავით გაიაშვილი, რომელიც Georgian Airways-ის 80% ფლობს. 2025 წლის 12 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროპის საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს თამაზ გაიაშვილზე სანქციების დაწესება მოუწოდა. სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით 2022 წელს საქართველოს მთავრობამ Georgian Airways 10 მილიონი ლარის ვალი აპატია. გარდა ამისა, Georgian Airways-ი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ფინანსური ანგარიშგებების პორტალზე წლიურ ფინანსურ ანგარიშებს არ აქვეყნებს. საგანგაშოა, რომ ივანიშვილის უკანონო ქმედებების არეალი გასცდა საქართველოს საზღვრებსა და იურისდიქციას. მისი პირადი ოპონენტის მიმართ ანგარიშწორების მიზნით კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჯაჭვში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ერთვებიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ასევე კერძო კომპანიებიც. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საპასუხოდ განცხადება გაავრცელა Georgian Airways-მა. ავიაკომპანიის პოზიციით მათ კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ ჩაუდენია და თუ ვინმეს, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობას რაიმე კითხვა ექნება, მზად არიან უპასუხონ. ავიაკომპანიამ ასევე მოწოდება გააკეთა, რომ თავი შეიკავონ ცრუ ბრალდებების გავრცელებისაგან და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში Georgian Airways-ი შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს გამოიყენებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც ქვეყანა ფარულად 2025 წლის მარტის დასაწყისში დატოვა ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილების დროს დააკავეს. სუსის ინფორმაციით 26 მაისს ანონიმურმა წყარომ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის ეგრეთ წოდებულ მწვანე საზღვრის მონაკვეთზე გადაადგილდებოდა. ბაჩიაშვილის დაკავებიდან მალევე მისი ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა თქვა, რომ ბიზნესმენი საქართველოში იძულებით დააბრუნეს, თუმცა როგორ და რა გზით დაკონკრეტებული არ იყო. კონკრეტულად გატაცების შესახებ ბაჩიაშვილმა 29 მაისს სასამართლო პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, ის 24 მაისს გაიტაცეს 2 დღე თვალებახვეული ატარეს და აირზენას თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს.